ძალიან აქტუალური საკითხია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა არის ოკუპაცია და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსა სამაჩაბლოზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რაც შეიძლება მეტი. რაც შეეხება ცენტრს, თქვენ ახსენეთ, რომ 3 წელია ცენტრი დაფუძნებულია, თუმცა რეალურად ცენტრი ეს არის აფხაზეთის ტელევიზიის სახეცვლილი ფორმა. ბუნებრივია აფხაზეთში იყო ტელევიზია, რომელიც დევნილობის პერიოდში აქაც მაუწყებლობდა, შემდეგ ვერ შეძლო მაუწყებლობა და გადაკეთდა ჩამოყალიბდა საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრად. ცენტრში დაახლოებით 6 თვის წინ მოვედი და მისი ფუნქციონირება ჩემამდეც და ჩემ პერიოდშიც მთლიანად ემსახურება ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას. რეალურად დღეს არსებული სიტუაცია და კონფლიქტები არც საქართველოს, არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს არ აწყობთ, შესაბამისად სამშვიდობო პროცესების დინამიკა კიდევ უფრო გასააქტიურებელია. თვითონ სამშვიდობო პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება, ეს არის დეოკუპაციის პროცესი და დაშორიშორებული ადამიანების შერიგების პროცესი. ჩემი ცენტრი და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ზოგადად ხელს უწყობს სწორედ ადამიანების დაახლოებას. ყველა მედია პროექტი, რომელიც მზადდება ცენტრში, ემსახურება სწორედ აი ამ დაშორიშორებული ადამიანების შერიგებას. ბუნებრივია აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა არის ერთგვარად საინფორმაციო ვაკუუმში, მათ აწვდიან გაფილტრულ ინფორმაციას და შესაბამისად ისინი არ ფლობენ რეალურ სურათს, რა ხდება საქართველოში, როგორი განწყობებია ენგურს აქეთ ტერიტორიაზე და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სამშვიდობო მესიჯებით, ესე რომ ვთქვათ, მივაწვდინოთ რეალური ინფორმაცია. აი, ხელი მიუწდებათ მათ იგივე თქვენი ცენტრის საქმიანობას რომ ადევნონ თვალი და მე ვიცი რომ TikTok-ზე თუ არ ვცდები, ისინი აქტიურები არიან და თქვენ იყენებთ ხომ ამ პლატფორმას. გამოხმაურება როგორია იქედან ეს არის საინტერესო. ჩვენ ვიყენებთ ყველა სოციალურ ქსელს, რომელიც დღეს არსებობს და აქტუალურია. სოციალური ქსელებიც ესე შეგვიძლია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დავუყოთ. ვიცით, რომ Facebook-ს უფრო ასაკობრივი კატეგორია მოიხმარს და TikTok-ზე შედარებით უფრო ახალგაზრდა თაობა არის, თუმცა აფხაზეთში TikTok-ი არის ყველაზე ოკუპირებულ აფხაზეთში TikTok-ი არის ყველაზე პოპულარული ქსელი, ამიტომ ჩვენი ყველა მედია პროექტი ადაპტირებულია TikTok პლატფორმასთან დაკავშირებით. TikTok პლატფორმაზე და მინდა გითხრათ, არ მოდის რა თქმა უნდა გულწრფელად რომ ვთქვათ სამწუხაროა, არ მოდის დადებითი მესიჯები, კომენტარები, მაგრამ ნახვადობა არის ძალიან მაღალი. ეს ნიშნავს იმას, რომ გვიყურებენ, აინტერესებთ, ნუ იქ იფილტრება, გულს ვერ დაგვიწერენ და ვერ გამოგვიგზავნიან, დადებით კომენტარებს ვერ გამოგვიგზავნიან. არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც ჩასაფრებულია, ვიდეოს დავდებთ თუ არა უარყოფითი კომენტარები მოყვება, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობა. მთავარია ჩვენ სათქმოს ვამბობთ და იქ ამ სათქმელს ისმენენ. აი თქვენს ვებგვერდზე ვნახე პროექტების ჩამონათვალში ამბები აფხაზეთიდან ესეთი რუბრიკა გაქვთ. ხო, აი საინტერესოა რა ამბებზე არის საუბარი, არ ვიცი, იგივე წყაროები ყავთ იქ, ვინც გაწვდიან ამ ამბებს, ან მომავალში ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე აფხაზეთში თვითონ მომზადებულ სიუჟეტებს, აი ამ მიმართულებით ხომ არ მუშაობთ, რომ გითხრათ. ამბები აფხაზეთიდან ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება აფხაზეთში. იქაც მუდმივად ტერიტორია ოკუპირებულია, თუმცა იქაც პროცესები ვითარდება. ჩვენ თუ თვალს დავხუჭავთ და არ მივადევნებთ თვალს რა პროცესებია, ეს არ იქნება სწორი პოზიცია, ამიტომ ენგურს აქეთ მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ ვითარდება აფხაზეთში პროცესები და ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა მედია წყაროებით, საერთაშორისო წყაროებით და თვითონ დე-ფაქტო ხელისუფლებაც აქვეყნებს ინფორმაციას, ეს გადმოვიტანოთ და ვაჩვენოთ. თუმცა ჩვენ გვაქვს ტელეხიდების მოლოდინი, სულ ცოტა ხნის წინ და სიმართლე გითხრათ, გუშინ ჩვენ ჩაუშვით უკვე სოციალურ ქსელში ახალი პროექტი მირავესნიკი, რომელიც არის პირველი ანალიტიკური გადაცემა აფხაზეთთან დაკავშირებით. თორნიკე შარაშენიძე არის მისი წამყვანი და ეს გადაცემა იქნება უფრო ანალიტიკური ხასიათის. ვფიქრობ, გამოხმაურება აუცილებლად ექნება და ტელეხიდების იმედიც გვაქვს. კი ბატონო. აი გოგონები აფხაზეთიდან ასეთ პროექტსაც ახორციელებთ. ხო, აი ძალიან საინტერესოა, თქვენ წერთ, რომ დიდი გამოხმაურება აქვს ასევე ამ პროექტს აფხაზეთიდან. ეს პროექტი რას მოიცავს, რომ გითხრათ? ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური მდგრადობა, ევროპული სახელმწიფოს მოდელის შექმნა, ეს არის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა. და ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ მიუხედავად სირთულეებისა, აი კონფლიქტის შემდეგ 30 წლის განმავლობაში საქართველოს რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა, სად ვართ ჩვენ?
ენგურსაკეთ მცხოვრები მოსახლეობა და რა ხდება მათთან. ეს თვითონ ყველაზე უკეთ იციან, ხომ? გოგონების პროექტი მიზნად ისახავს სწორედ ეს განვითარება ვაჩვენოთ. მილენა აჟბა და ნინო პაპავა არიან სოხუმიდან, თუმცა დაბადებულები არიან ომის შემდეგ რუსეთში. ისინი დაბრუნდნენ საქართველოში რუსეთიდან და ცენტრის ბლოგერები არიან. ჩვენ მოგზაურობთ, ნახულობთ ყველა რეგიონს, როგორ განვითარდა, რა პროგრესი მივაღწიეთ და შემდეგ ამას უყვებით უკვე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას. გამოხმაურება ნამდვილად ძალიან დიდია, გოგონებს იქიდან მოღალატეებს უწოდებენ ასე შემდეგ, მაგრამ თავარია რომ თვალს ადევნებენ და ყველა ვლოგი და ის გაზრდილი რაოდენობა მაყურებლების გვარწმუნებს იმაში, რომ ძალიან კარგი და საჭირო პროექტია. თუმცა ეს არ არის აფხაზურ ენოვანი, ხო? აფხაზურ ენოვანი პროექტი არ არის, ჩვენ წერთ რუსულად. სხვათა შორის ქართული მხრიდანაც იყო კრიტიკა, რომ რატო რუსულ ენაზე. ჩვენი ფოკუს ჯგუფი არის ბუნებრივია აქ მცხოვრები მოსახლეობა, თუმცა გვინდა სათქმელი მივიტანოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთანაც და შესაბამისად ავირჩიეთ რუსული ენა, რადგან აფხაზური ენა სამწუხაროდ აფხაზეთშიც გვხვდება და იქაც ყველაფერი მიმდინარეობს რუსულ ენაზე. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს ენა. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელსაც ვაკეთებთ ქართულად, მაგრამ ახლავს აფხაზური სუბტიტრები. მაგალითად, საერთო ისტორიას ვყვებით, ან მიამბე აფხაზეთზე გვაქვს ძალიან სენსიტიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ძალიან ცნობილი წარმატებული ადამიანები იხსენებენ აფხაზეთს და ეს მესიჯები მაგალითად აფხაზურ ენაზე ითარგმნება. კი ბატონო, და აი დასაწყისში მაყურებელს უთხარით, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ენგურს აქეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, ხო? აი ეს როგორ ხდება ის საინტერესოა, აი ჩამოდიან ხდებიან აქ ახალგაზრდებს, თქვენ მუშაობთ ამ საკითხზე, აშუქებთ უბრალოდ თუ აი ამ მიმართულებით ზოგადად დღეს 21 საუკუნეში კონფლიქტის მოგვარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ხედვას, როგორ ხედავენ ისინი კონფლიქტს, მის დარეგულირებას, დეოკუპაციის პროცესებს და ეს ხედვები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. სამწუხაროდ ახალგაზრდების შეხვედრა და ეს პროცესი ჩემი ცენტრის ფუნქცია მოვალეობებს ცდება. თუმცა აფხაზები ვინაიდან IP, რომელსაც წარმოვადგენ, არის აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში და ვაშუქებთ იმ აქტივობებსაც, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა, ლეგიტიმური მთავრობა ახორციელებს, უამრავი პროექტი აქვს განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რომელიც სწორედ ამას ემსახურება ახალგაზრდების დაახლოებას. ჩვენ არ ვაჩვენებთ სახეებს, ბუნებრივია იმ ახალგაზრდების, რომელიც გადმოდის ენგურსაკეთ საქართველოში, თუმცა ასეთები მრავლად არიან და არაერთი პროექტი ხორციელდება სწორედ ახალგაზრდების დაახლოებისთვის. იმისთვის, რომ მაგალითად კომპიუტერიზაცია, ინტერნეტიზაცია განხორციელდეს ენგურსიკით საქართველოში, განათლების სამინისტრომ არაერთი კომპიუტერი ჩაიტანა ახალგაზრდებისთვის და ასეთი პროექტი უამრავია ნამდვილად, თუმცა ეს არ არის ჩემი ცენტრის უშუალო ფუნქცია მოვალეობა.